ის, რაც ოდესღაც შეუძლებლად ითვლებოდა, ახლა უკვე ახალი რეალობის ნაწილი გახდა. 9 მეტრიანი სეტყვის მდინარე ესპანეთის ქუჩებში მოდის, ტაიფუნის უცნაური ქცევა აზიაში, ტურისტების მონაწილეობით ტრაგედია თურქეთის ცაში. რუსეთში შტორმები უპრეცედენტო სიძლიერეს იძენს, ქარის სიჩქარემ ტროპიკული ქარიშხლების ძალას მიაღწია. შეერთებულ შტატებში წყლის ძლიერი ნაკადები მანქანებს. გზავრებთან ერთად რეცხავს, 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რა დგას სტიქიური უბედურებების მზარდი ტალღის უკან. ამ ეპიზოდში გასული კვირის ყველაზე შოკისმომგვრელი კატაკლიზმები და მომხდარის რეალური მიზეზები, რომლებზეც ოფიციალურად არ საუბრობენ. ამერიკის შეერთებული შტატები. ივნისის ღამეს ტეხასის ცენტრალურ რეგიონებს ძლიერი წვიმები დაატყდა თავს, რამაც ბოლო 10 წლეულების ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის ეპიცენტრი სან-ანტონიო იყო, ტეხასის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. მოკლე დროში 150 მმ ნალექი მოვიდა, თითქმის 100 კი სულ რაღაც 1 საათში. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. იქ სან-ანტონიოს მდინარეში წყლის დონე სულ რაღაც 2 საათში 1-დან 7,6 მეტრამდე გაიზარდა, რაც შედარებულია ტროპიკული ქარიშხლების დროს წყალდიდობის მაჩვენებელთან. ძლიერმა წყლის ნაკადებმა მანქანები წაიღო. მაშველებმა 10 ადამიანი იპოვეს იმ ადგილიდან 1,5 კილომეტრში, საიდაც დინებამ წაიღო ისინი. ისინი ხეებს ეჭიდებოდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ დახრჩობა. 13 ადამიანი დაიღუპა. მათი უმეტესობა მანქანებში იყო ჩარჩენილი და ვერ შეძლეს თავის დაღწევა მძვინვარე წყლის მორევიდან. ფართომასშტაბიანი წყალდიდობა დაფიქსირდა მეზობელ ოლქებშიც, რამაც ათობით გზის, ხიდის და გადასასვლელის დაკეტვა გამოიწვია. ძლიერ წვიმებს თან ახლდა ძლიერი ჭექა-ქუხილი და ტორნადოები. რუსეთი. ივნისს ტიუმენის ოლქის ბერიოზოვსკის რაიონში ძლიერი ქარიშხალი მძვინვარებდა, რამაც კოკისპირული წვიმა, სეტყვა და წამში 25 მეტრის სიჩქარით ქარი გამოიწვია. ყველაზე მეტი ზიანი ბერიოზოვოს დასახლებას მიადგა. სულ რაღაც 10 წუთში ქარიშხალმა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები დააზიანა, ხეები ამოძირკვა და სათამაშო მოედნები გაანადგურა. სახურავიდან ლითონის ფირფიტის ჩამოვარდნის შედეგად ბავშვი დაშავდა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღიარეს, რომ ცხოვრებაში არასდროს უნახავთ ასეთი ძლიერი ქარიშხალი. 12 ივნისს რუსეთის სამხრეთ რეგიონებს ძლიერი ამინდის ტალღა დაატყდა თავს. ჩეჩნეთსა და დაღესტანში ქარიშხლის სიძლიერის ქარმა წამში 40 მეტრს მიაღწია. 100-ზე მეტი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შენობების სახურავები, ხეები და სარეკლამო ბილბორდები ვერ უძლებდნენ სტიქიის შემოტევას. კასპიისკში ანჟი არენას სტადიონთან ახლოს სცენა ჩამოინგრა. შალიში ძლიერმა ქარმა კედლები დაანგრია. ტრაგედიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა. ინგუშეთში წამში 35 მეტრის სიჩქარის ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სახურავები გადახადა საავადმყოფოებს, სკოლებსა და საცხოვრებელ შენობებს. დაახლოებით 10,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და თითქმის 2,000 ჰექტარი მოსავალი განადგურდა. ქარიშხლის დროს საქვაბეების გათიშვის გამო ქალაქ ვლადიკავკაზის ნაწილი ცხელი წყლის გარეშე დარჩა. ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში ქათმის კვერცხის ზომის დიდი სეტყვა ბაქსანსა და ჩეგემის ქალაქებში მოვიდა. სტავროპოლის მხარეში ძლიერმა წვიმამ ქუჩები ნამდვილ მდინარეებად აქცია, ზოგიერთი მანქანა კი წყალში ჩაიძირა. ესენტუკიში ძლიერმა წვიმამ 8 ქვესადგური დააზიანა, რის გამოც რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კრასნოდარის მხარეში სტავროპოლსკაიას სოფელი ყველაზე მეტად დაზარალდა. თვითმხილველების ცნობით, ჩოგბურთის ბურთის ზომის უზარმაზარმა სეტყვამ ხის ტოტები მოტეხა და ბაღები გაანადგურა. რამდენიმე დღის შემდეგ შავი ზღვის სანაპირო ძლიერმა უამინდობამ მოიცვა. ანაპაში 3 სანტიმეტრამდე დიამეტრის ძლიერმა სეტყვამ ხილის ბაღები და ბოსტნები დააზიანა. ნოვოროსისკში ძლიერმა წვიმამ ქუჩები წყლის ნაკადულებად აქცია. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო სოჩში. ქალაქის ზოგიერთ ნაწილში ერთ დღეში 16,6 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა, რაც ყოველთვიურ ნორმას აღემატებოდა. ტურიზმის სეზონის პიკზე სოჩში პლაჟები დაიკეტა. ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონე თითქმის 2 მეტრამდე ავიდა. ძლიერმა დინებებმა მანქანები წაიღო, სახლები, მაღაზიები და კაფეები დაიტბორა. მამაისკის უღელტეხილიდან მეწყერი ჩამოცვა. გზა უზარმაზარი ლოდებითა და ხეებით იყო გადაკეტილი. დაგომისის სოფელში ძლიერმა წვიმამ მდინარე ირა ადიდა. წყალმა ფედერალური გზატკეცილის მონაკვეთი დატბორა, რამაც მრავალკილომეტრიანი საცობები გამოიწვია. როზა ხუტორის მთის კურორტზე 16 ივნისს თოვლი მოვიდა და ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა.
იმავე დღეს ხაბაროვსკის მხარეში სტიქიური უბედურება მოხდა. კომსომოლსკის, სოლნეჩნის და პოლინა ოსიპენკოს რაიონებში სიტყვა მსოფელ გალიჩნოეში ძლიერი ქარბუქი გამოიწვია. ქათმის კვერცხზე დიდმა სიტყვამ სახლები, სადგურები და მანქანები მნიშვნელოვნად დააზიანა და მოსავალი გაანადგურა. მიწა 15 სანტიმეტრამდე სისქის ყინულის ფენამ დაფარა და მაცხოვრებლები ქუჩებს ნიჩბებით წმენდნენ. თვითმხილველების თქმით, ასეთი კატასტროფა 50 წელზე მეტია არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ბევრ რეგიონში გადაუღებელი წვიმები გრძელდება, როსტოვის ოლქისათ რაიონში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდა საჭირო. დაზიანდა 500,000 ჰექტარზე მეტი სახნავსათესი მიწები, ხოლო 60,000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კულტურები მთლიანად განადგურდა. თურქეთი 15 ივნისის დილით თურქეთის პროვინცია აქსარაიში ტრაგედია მოხდა. ორმა საჰაერო ბუშტმა, რომლებსაც ტურისტები გადაჰყავდათ და რომლებიც იხლარას ხეობიდან აფრინდნენ, მალევე დაკარგეს კონტროლი და ერთმანეთის მიყოლებით ჩამოვარდა. თვითმხილველების თქმით, ბუშტები ჯერ ჰაერში მკვეთრად ირხეოდნენ, შემდეგ სწრაფად დაეშვნენ და მიწაზე დაეცნენ. პირველი ავარია სოფელ გიოზლუკუიუსთან მოხდა. ხისტი დაშვების შედეგად პილოტი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 19 მგზავრი დაშავდა, მათგან 2 მძიმედ. მეორე ინციდენტში, რომელიც სოფელ ბელიშირმასთან მოხდა, 12 ტურისტი დაშავდა, საბედნიეროდ, ყველამ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ორივე ავარიის სავარაუდო მიზეზი ქარის გაძლიერება და ამინდის პირობების უეცარი ცვლილება იყო. ინციდენტის შემდეგ რეგიონულმა ხელისუფლებამ შეაჩერა საჰაერო ბუშტების ფრენები და ივნისის ბოლოს დაგეგმილი ფესტივალი გადაიდო. ესპანეთი 13 ივნისიდან დაწყებული ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სარაგოსასა და ტერუელის პროვინციებს ძლიერი შტორმები, კოკისპირული წვიმებითა და სეტყვით დაატყდა თავს. ძლიერმა წვიმებმა დაზარალებული პროვინციების მრავალ დასახლებაში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების შეფერხებები გამოიწვია. ასურში მდინარის უეცარმა ადიდებამ ქალაქის ქუჩები ძლიერ წყლის ნაკადებად აქცია. წყალი იმდენად სწრაფად მაღლდებოდა, რომ ხალხმა სახურავებზე ასვლა ძლივს მოახერხა. რამდენიმე ოჯახი, განსაკუთრებით ბავშვებითა და მოხუცებით, საკუთარ სახლებში იყო ჩარჩენილი, ისინი მაშველებმა გამოიყვანეს. სამედიცინო ცენტრის შენობაში ექიმი იყო ჩარჩენილი სიბნელეში, კისრამდე წყალში, მან თითქმის 3 საათი მარტო გაატარა. ხოლო ექთანი, რომელიც თითქმის ჯერამდე დატბორილ ოთახში აღმოჩნდა, წარუმატებლად ცდილობდა მინის გატეხვას, რომ გამოსულიყო. საბედნიეროდ მეხანძრეები დროულად მივიდნენ. სტიქიიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი ასურში ზოგიერთი ქუჩა პრაქტიკულად გაუვალი დარჩა. წინასწარი შეფასებით დანგრეული ხიდებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას 9 წელიწადი და დაახლოებით 6 მილიონი ევრო დასჭირდება. 15 ივნისს ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ალბასეტეს პროვინციას ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. ლა-როდას მუნიციპალიტეტში 3,5 თვის ნალექი სულ რაღაც 15 წუთში მოვიდა. კოკისპირულ წვიმას თან ახლდა ძლიერი სეტყვა, რომლის დიამეტრი ზოგან 7 სანტიმეტრს აღწევდა. ქუჩებში 50 სანტიმეტრამდე სიღრმის ნამდვილი სეტყვის მდინარე მოედინებოდა, მანქანები და ნაგვისურნები წაიღო. ასობით კილოგრამი ყინულმა დააზიანა საცხოვრებელი შენობები, ურბანული ინფრასტრუქტურა და ჩაკეტა კანალიზაციის სისტემები. ასევე დაზარალდა სასოფლო-სამეურნეო მიწები, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მარცვლეულის კულტურებს, ასევე ყურძნისა და ნუშის პლანტაციებს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 14 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმა დაატყდა თავს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას. ეს სრული სიურპრიზი იყო მაცხოვრებლებისთვის, რადგან ქვეყანაში წვიმების სეზონი უკვე დასრულებული იყო და გვალვის პერიოდი დაიწყო. მხოლოდ 6 საათში კინშასაში 90 მმ ნალექი მოვიდა, იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ წლის ყველაზე წვიმიან დღეებშიც კი ხდება. ძლიერმა წვიმებმა ფართომასშტაბიანი წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რამაც სერიოზულად დააზიანა ინფრასტრუქტურა ქალაქის ყველა კომუნაში. სახლები განადგურდა, გზები ჩაირეცხა და ხიდები დაზიანდა, მხოლოდ ნაწილია მძიმე შედეგებისა. დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგია გაითიშა, ხოლო მატეტეს კომუნაში წყალმა 500-ზე მეტი სახლი დატბორა. ლემბას რაიონში ტრაგედია მოხდა, სადაც წყლის მძვინვარე ნაკადმა სახლის კედელი დაანგრია, ცოლ-ქმარი ნანგრევების ქვეშ დაიღუპა. მათი 5 შვილი სასწაულებრივად გადარჩა. სტიქიის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.
36,000-ზე მეტი უსახლკაროდ დარჩა, ხოლო დაზარალებულთა საერთო რაოდენობამ 70,000 მიაღწია. ტაიფუნი ვუტიპი. ტაიფუნი ვუტიპი არა მხოლოდ სეზონის პირველი გახდა, არამედ მაშინვე რამდენიმე უჩვეულო მახასიათებელიც გამოავლინა. ფილიპინების სანაპიროსთან ჩამოყალიბებული სხვა ტაიფუნებისგან განსხვავებით, ეს ტაიფუნი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში განვითარდა. ჩინეთში ვუტიპმა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს სერიოზული ზიანი მიაყენა. 13 ივნისის ღამეს ტაიფუნი ჰაინანის კუნძულს დაატყდა თავს და ტროპიკული შტორმის სიძლიერეს მიაღწია. სანიას რაიონში თითქმის 665 მმ ნალექი მოვიდა. 14 ივნისის შუადღისას ვუტიპი კვლავ ხმელეთს დაეჯახა, ამჯერად გუანდუნის პროვინციაში, რამაც ძლიერი წვიმები გამოიწვია. ქვეყანაში 83 მდინარეზე წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა. წვიმისა და წყალდიდობის შემდეგ მეწყერი და ღვარცოფი მოხდა. 14 ივნისის ღამეს გუანგსის პროვინციის ლუჩუანის ოლქის მაცხოვრებლები დაზარალდნენ. სამწუხაროდ 3 ადამიანი მიწამ დაფარა და დაიღუპნენ. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ წელს პირველი ტაიფუნი მხოლოდ ივნისში ჩამოყალიბდა, ჩვეულებრივზე 2.5 თვით. თუმცა ჩინეთისთვის ვუტიპი შედარებით ადრეულად ითვლებოდა, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ტაიფუნები, როგორც წესი, ქვეყნის სანაპიროს მხოლოდ ივნისის ბოლოს აღწევენ. მიუხედავად იმისა, რომ ტაიფუნმა ვიეტნამის სანაპიროებამდე ვერ მიაღწია, მის დასავლეთ პერიფერიაში ცენტრალურ პროვინციებში ძლიერი წვიმები 11-დან 13 ივნისამდე გამოიწვია. მაგალითად, ბაჩმას ეროვნულ პარკში ერთ დღეში 884 მმ ნალექი დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1966 წლის შემდეგ. ზოგიერთმა მეტეოროლოგიურმა სადგურმა მხოლოდ 6 საათში 300 მმ-ზე მეტი ნალექი დააფიქსირა. ცენტრალურ რეგიონში მდინარეებში წყლის დონემ ივნისისთვის რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში. დაიტბორა 3500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 98,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. გადაირეცხა და დაიტბორა ეროვნული და პროვინციული გზების ათობით მონაკვეთი. სამწუხაროდ წყალდიდობას 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ ტროპიკული შტორმი ვუტიპიმ ტაილანდს პირდაპირ არ დაარტყა, მისი გავლენა ძლიერი წვიმებისა და ქარის სახით იგრძნობოდა, რამაც რამდენიმე პროვინციაში ნგრევა გამოიწვია. 12 ივნისიდან დაწყებული ძლიერმა წვიმებმა ნიადაგის ეროზია გამოიწვია და გზები დაანგრია. წყალდიდობამ საცხოვრებელი უბნები დატბორა და მრავალი სახლის კედლები ჩამოინგრა. უეცარმა წყალდიდობამ სერიოზული ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს. 14 ივნისს ტრატის პროვინციის ბორაის რაიონში ძლიერი შტორმის დროს ხელსაცხოვრებელ შენობას დაეცა. სახლი მთლიანად განადგურდა და 10 წლის ბავშვი ნანგრევების ქვეშ გარდაიცვალა. ტროპიკულმა შტორმმა ვუტიპმა ლაოსისა და კამბოჯის ნაწილებიც დააზარალა. 3 დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმებმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, დაიტბორა საცხოვრებელი შენობები და სასოფლო-სამეურნეო მიწები, ბევრი გზა დაიტბორა და სრულიად გაუვალი გახდა. ბუნებრივი კატაკლიზმების სწრაფი ზრდის ძირითადი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ასტრონომიულ ციკლშია, რომელიც ყოველ 12,000 წელიწადში ერთხელ მეორდება. ამ პერიოდში მზის სისტემა, მათ შორის დედამიწა და მზეც კი, გარე კოსმოსური გავლენისგან დამატებით ენერგიას იღებს. ამ ჭარბი ენერგიის ზემოქმედების ქვეშ დედამიწის ბირთვის გათბობა ძლიერდება. შედეგად, პლანეტის ღრმა ფენებში გამდნარი ნივთიერების მოძრაობა უფრო აქტიური ხდება. მაგმა უფრო ინტენსიურად იწყებს ამოსვლას, რაც იწვევს ტექტონიკური და ვულკანური აქტივობის ზრდას და ასევე იწვევს ოკეანის გადახურებას, რაც ატმოსფეროს სულ უფრო ნოტიო და არასტაბილურს ხდის. ეს ქმნის ჯაჭვურ რეაქციას, გაძლიერებული მიწისძვრები, ხშირი ამინდის ანომალიები და მკვეთრი კლიმატის ცვლილებები, ფენომენები, რომლებსაც სულ უფრო ხშირად ვხედავთ. ამ მოვლენებიდან ბევრი სრულიად ახალია კაცობრიობისთვის და თანამედროვე მეცნიერებას არ შეუძლია დროულად შეაფასოს და უპასუხოს მათ მასშტაბებსა და განვითარების ტემპს. ჩვენ შევედით ჩვენთვის აქამდე უცნობი პროცესების ეპოქაში, რაც ნიშნავს, რომ ძველი მეთოდები აღარ არის საკმარისი. აუცილებელია ახალი მიდგომები და გლობალური თანამშრომლობა. მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალისა და რესურსების გაერთიანებით შეგვიძლია ეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავება.
მეცნიერებამ სასწრაფოდ უნდა მოერგოს ახალ რეალობას და იმოქმედოს პროაქტიულად. გლობალური კლიმატური გამოწვევების გადაჭრისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. სამეცნიერო საზოგადოების ალატრას მიერ შემოთავაზებული მეთოდები და ტექნიკური გადაწყვეტილებები ციმბირში იქნა გამოცდილი და ეფექტური აღმოჩნდა. მათ აქვთ პოტენციალი მნიშვნელოვნად შეანელონ და სტაბილიზაცია გაუკეთონ სტიქიური უბედურებების ზრდას მთელ მსოფლიოში მომდევნო წლებში. თუმცა ამ ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ მთლიანად დამოკიდებულია თავად ადამიანების ნებაზე.